ამ სამყაროზე ყველაფერი დაიქცევა და ერთიან ასე ზედაპირად გასწორდება ყიამეთის შემდეგ. და როგორც ჩვენ ვიცით, ახლა კონკრეტულად რომ სადმე ჩანაწერი ვეძებოთ, რომ ეს სამყარო გაქრება, ასეთ ჩანაწერს ვერ ვნახავთ. მაგრამ ზოგადად ვიცით, რომ მუდმივი და მარადიული არაფერია ალლაჰის გარდა. და იმ ქვეყნის გარდა. ამ ქვეყნიურზე არის საუბარი, ამ ქვეყნიურში მუდმივი მარადიული არაფერია. მაგრამ იმ ქვეყნად ჯენნეთიც მარადიულია, ჯეჰენემიც მარადიულია. აქედან გამომდინარე, ეს ქვეყანა გაქრება თუ აქ სიცოცხლე დასრულდება და ისეთნაირად დარჩება, ამის დაკონკრეტებით პასუხის თქმა რთულია, იმიტომ რომ სადმე ჩანაწერი არ არის ამის შესახებ. ერთი ის ვიცით, რომ აქ უკვე რამე აღარ გაგრძელდება. სიცოცხლე აღარ იქნება. მატება, გამრავლება, წინსვლა რამე აღარ იქნება. სიცოცხლე მარტო ადამიანის სიცოცხლეზე არ არის საუბარი, ზოგადად. ყველაფერი დასრულდება. აღარც მზე, მთვარე, ვარსკვლავები, არაფერი აღარ იარსებობს. და ეს სისტემა, ზოგადად გალაქტიკის სისტემა მთლიანად მოიშლება. ჰადისებში, ყურანი ქერიმში არსებული განმარტებები ამ მიმართულებით არის. მზე აღარ იქნება, მთვარე აღარ იქნება, როცა ვამბობ თუ დავსვამთ იმას, რომ გაქრება თუ ჩამოვარდება. ეს პლანეტები ერთმანეთს შეეჯახება. ამაზე კონკრეტულად ასე დეტალურად სადმე ნათქვამი და ნახსენები არ არის. ჩვენ როგორც მორწმუნეებს რა გვაინტერესებს? რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რისი ცოდნა ახირეთში გამოგვადგება? ის რომ ამ ქვეყნად მარადიული არაფერია, ყველაფერი წარმავალია. ის რომ იმ ქვეყნიური სასჯელი ქაფირებისთვის დროებითი არ არის, მარადიული იქნება, რადგანაც ურწმუნო ამით ნუგეშს ნახავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ დასრულდება იქაური აზაბიც. არ იქნება. ეს ამავე დროს შიშის სიგნალიც არის მორწმუნე ადამიანისთვის, რომ სწორად მოიქცეს, სწორი მიმართულებით იაროს ამ ქვეყნად. ასევე ჯენნეთიც რომ მარადიული იქნება და არასდროს დასრულდება, ესეც მწუხარების მიზეზი არ იქნება მორწმუნესათვის, რომ ესე იგი მე ამდენს ვიღწოდი იმისთვის, რომ რაღაცა გარკვეული დროით ნეტარებაში ყოფილიყავი და იმის შემდგომ რა მოხდება თუ დასრულდება ჯენნეთი რომ დასრულდეს. ან ისევ ღეზაბი უნდა დაიწყოს, ან გაურკვევლობა, არარაობა. არარაობა არ ახლავს. არც ურწმუნოს აქვს ამ თემაზე, ამ მიმართულებით ნუგეში და არც მორწმუნეს აქვს ამ მიმართულებით რაიმე საფრთხე. ეს გამოგვადგება ჩვენ და ეს შედის მორწმუნეს ინტერესში. ამის გარდა ახლად იმას რა ქვია ბათუმი და პერევალი ისევ იარსებებს, აღარ იარსებებს ჩვენ რომ იმ დუნიას გადავინაცვლებ, ან პერევალი ისევ მაღლაზე იქნება ბათუმზე თუ ერთ დონეზე გასწორდება, ეს უკვე დიდად მნიშვნელოვანი აღარ არის ჩვენთვის. ამიტომ რაც მნიშვნელოვანი არ არის, იმაზე დეტალური ინფორმაცია მოცემული არ არის. მნიშვნელოვანი ის არის, რომ მარადიული არაფერი არ არის და ყველაფერი დაიქცევა. ყველაფერს აქვს დასასრული. როგორც ჩვენ სიცოცხლეს, ასევე სამყაროს სიცოცხლეს.